დღეს ერთ ძალიან სერიოზულ დაავადებაზე უნდა გესაუბროთ, რომელიც წარმოიდგინეთ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი სიმპტომით იწყება. ეს არის რევმატული ცხელება, მდგომარეობა, რომელიც ჩვეულებრივი ყელის ტკივილიდან შეიძლება განვითარდეს და სამწუხაროდ ძალიან მძიმე შედეგები მოყვეს. აი, უბრალოდ დაფიქრდით, ოდესმე გიფიქრიათ, რომ უმკურნალო ყელის ტკივილმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს, ან რაც ყველაზე მთავარია, თქვენი შვილის გულს. ეს რაღაც შემაშინებელი ზღაპარი კი არ არის, არამედ რეალური სამედიცინო ფაქტია, რომლის შესახებაც ვფიქრობ ყველამ უნდა ვიცოდეთ. კაი და როგორ ხდება ეს? როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ანგინა ასეთ სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს? მოდით ვნახოთ. ეს ფაქტობრივად ჯაჭვური რეაქციაა, სადაც თითოეული ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ, ყველაფერი იწყება E ჯგუფის სტრეპტოკოკით. ეს ის ბაქტერია, რომელიც იწვევს ანგინას ან ქუნთრუშას. ხოდა თუ ამ ინფექციას დროულად არ მივხედეთ და სწორად არ უმკურნალეთ, ჩვენი იმუნური სისტემა, ასე ვთქვათ, გიჟდება და ზედმეტად მწვავედ რეაგირებს. აი, სწორედ ეს გადაჭარბებული პასუხი იწვევს უკვე რევმატული ცხელების განვითარებას. მოდით ახლა უფრო ზუსტად ვთქვათ, რა არის თავად ეს რევმატული ცხელება. რა პროცესი მიდის ამ დროს ჩვენს ორგანიზმში? მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რევმატული ცხელება თავად ინფექცია აღარ არის. ეს არის ერთგვარი ავტოიმუნური პასუხი უკვე გადატანილ ინფექციაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენივე იმუნიტეტი, რომელიც წესით ბაქტერიას უნდა ებრძოლოს, იბნევა და შეცდომით საკუთარ ჯანმრთელ ქსოვილებს ერჩის. და ამ იმუნური შეტევის მთავარი სამიზნეები ხდება ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები. პირველ რიგში ეს არის გული, შემდეგ მოდის სახსრები, ნერვული სისტემა და კანი. სწორედ ამიტომაა ეს დაავადება ასეთი საშიში. აი, აქ განსაკუთრებული ყუნადღება გვმართებს მშობლებს. ყველაზე ხშირად ეს დაავადება 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხდება. ამიტომ ამის ცოდნა მათთვის უბრალოდ კრიტიკულად აუცილებელია. კარგი, ახლა ვნახოთ კონკრეტულად რას უნდა დავაკვირდეთ. რა სიმპტომებია ის წითელი დროშები, რომლებმაც შეიძლება საფრთხეზე მიგვანიშნოს? ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გავრცელებული ნიშანი იცით რა არის? სახსრების ტკივილი. როგორც წესი, ეს ეხება მსხვილ სახსრებს, მუხლებს, სიდაყვებს, კოჭებს. ისინი ხდება ძალიან მტკივნეული, წითლდება, ცხელდება და სივდება. ყველაზე საგანგაშო სიმპტომი, რა თქმა უნდა, გულს უკავშირდება. თუ ბავშვი ან ზრდასრული უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში სუნთქვის გაძნელებას ან გრძნობს, რომ გული უჩვეულოდ სწრაფად უცემს, ეს არის ნიშანი, რომ დაუყოვნებლად საჭიროა ექიმთან ვიზიტი. საინტერესოა ისიც, რომ დაავადება ნერვულ სისტემასაც აზიანებს. ამას სიდენხამის ქორეა ქვია და ვლინდება ხელების, ფეხების ან სახის კუნთების უნებლიე, უკონტროლო მოძრაობებით. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ესიც ერთ-ერთი სიმპტომია. და ბოლოს შესაძლოა კანზეც დავინახოთ ცვლილებები, მაგალითად სპეციფიკური უმტკივნელო გამონაყარი ან პატარა მაგარი კვანძები კანქვეშ. კარგი, და ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება კითხვა, რა ვქნათ? როგორ ავიცილოთ ეს ყველაფერი თავიდან? საბედნიეროდ გამოსავალი არსებობს და ის გაცილებით მარტივია, ვიდრე წარმოგვიდგენია. და აი, ისიც თავარი გასახები. პრევენციის საუკეთესო და ფაქტობრივად ერთადერთი გზა არის სტრეპტოკოკული ანგინის დროული და რაც მთავარია, სრული მკურნალობა ანტიბიოტიკებით. აქვე მინდა ხაზი გაუსვა. კურსის ბოლომდე მიყვანა აუცილებელია. თვითნებურად შეწყვეტა ისეთივე საშიშია, როგორც საერთოდ არ მკურნალობა. მოკლედ, რა არის მთავარი დასკვნა? ძალიან მარტივი. არასდროს მოექცეთ ყელის ტკივილს უყურადღებოთ. თითქოს არაფერია. თუ თქვენ ან განსაკუთრებით თქვენ შვილს გტკივათ ყელი და მით უმეტეს თუ ამასთან ახლავს მაღალი ტემპერატურა, აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს ერთი მარტივი ნაბიჯი დაგიცავთ ძალიან სერიოზული პრობლემებისგან. რომ ჩემი რჩევები თქვენთვის სასარგებლოა. ახლა უკვე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხის განვითარებას სქესზე, ჯის საშუალებით. დონაცია ძალიან მარტივია, დააჭერთ მოცემულ ლინკს. წერთ სახელს, თქვენთვის სასურველ თანხასა და შეტყობინებას. შემდეგ კი აწვევით დონაციას და შეიყვანთ ბარათის მონაცემებს. ეს პროცესი არის სრულიად უსაფრთხო.